დაცემა ორივე ბეჭდზე იქნება მწვავე, მალე იქნება ახალი არჩევნები. გადასარევად გამოიყურებით. ყველა დიდი იდეას ჯერ დასცინიან, მერე ებრძვიან, მერე აღიარებენ. ყოველთვის უყვარდით თქვენ ადამიანებს. ისინი ამბობენ, რომ პარტიები არ დაგვანახოთ. პოლიტიკა არ გაგვაგონოთ. ერთი რასაც ვერ გააწყართ აი ამ ჭორვილ პუტინიც. დაიწყეთ უკვე. დაიწყა უკვე. ყველა ოლიგარქის მწველავი იყო ხუხაშვილი, იუდა ისკარიოტელის პირდაპირ შთამომავალი. ეხლაც დაუთმობ ივანიშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობას, ოღონდ დაგონებოს თავით. ერთ წელში ტიპმა შეცვალა 13 მძღოლი, ჯერა და სარჩელიოდ შევეტანებ ოცნების შტაბში გაგვიბრაზდებიან. ესეთი ხალხი ხო არ მომრავლდა საქართველოში, ვინც ხელი ჩაიქნია. პირდაპირ გეტყვით ყოველგვარი ისეთი დიპლომატიის გარეშე, როცა ოპოზიცია კარგავს ფორმას, მერე მოდიან დიქტატორები. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ პოლიტიკა. თქვენ არ გაქვთ ეგანს და რომ მეტი შეგიძლიათ ამ პროცესში გააკეთოთ? სახელმწიფოებრიობა გაუქმებულია. სადამდე შეიძლება მივიდეს რეპრესიების მანქანა? არ არსებობს ხვრელი, სადაც ივანიშვილი შეძრობა და გადარჩება. აი საქართველოს დიაგნოზი დაუსვათ დღეს. ხალხმა უნდა აჩვენოს პოლიტიკოსებს, რომ საბრძოლოდ არის განწყობილი, ქვეყანას არ დათმობს და არც პოლიტიკოსებს აპატიებს მაიმუნობას და ღალატს.